ეხლა შემდეგ კადრებში გაგიზიარებ, დარწმუნებული ვარ, არა თუ გაგიკვირდებათ, არამედ ძალიანაც გამოგადგებათ და უყურეთ. მსგავსი სიტუაცია თქვენთვის ნაცნობია. ულამაზესი აბსტრაქტული ფერებია. შეიძლება ბუნებრივადაც რომ მოგვინდეს, ვერ მივიღოთ. ეს არის ფოლადის ქვაბის, პატარა ქვაბის ფსკერი, რომელიც ცხიმიანი საკვების გაცხელებისას ცხიმის ოქსიდაცია მოყვა. შესაბამისად, ამას ვერაფერი ვერ შორის, ვანაირ ჭურჭლის საერცხ საშუალება, თუმცა მივაგენი ერთ საშუალებას, რომელსაც ეხლა გაგიზიარებთ. ეს არის ფოლადის და ნიკელის პროპორციულად 10-18-ზე ქვაბი. იცით რა არის? რა თქმა უნდა, რედბული. ნებისმიერ რედბული, ამ შემთხვევაში არ შეიცავს შაქარს, მაგრამ რედბული ამას ძალიან მაგრად შველის. ეს მივაგენი, როდესაც ერთხელ უბრალოდ მინდოდა ექსპერიმენტის ჩატარება და კოკა-კოლაზე რო ვამბობ, აი ესე ცოტა შველისო, ვიფიქრე, მოდი ვნახოთ რედბული რას იზამს. და ერთხელ გავაცხელე კიდეც. აი ესე ცოტათი ვტოვებთ და მინდა გითხრათ, რომ რედბული რომ დატოვოთ 1 დღის განმავლობაში, წყალი შიგნით სითხე ორთქლდება და დაემსგავსება თაფლის მასას. ესე დავალოდოთ და რამოდენიმე საათის შემდეგ, თუ წუთის შემდეგ, შეგვიძლია გავრეცხოთ და ეს ფერადი აბსტრაქციული ნახატი გაქრება. ხო და გაგიზიარებთ შედეგს. 1 საათი მქონდა. ეხლა გავავლებ ამას წყალს, გავრეცხავ და გაჩვენებთ როგორ გასუფთავდა. რაც მინდოდა გადავღრა, მაგრამ არ გადავღრი, ამ ქვაბშიც ისეა. ანუ აქ ჩავასხავ, დავტოვებ, იმიტომ რომ მაინც ძალა იქნება და ეხლა გავაფშიც ესე გვერდი დაურია, რომ დაფარვა გააკეთოს და მოაშოროს. ეს უბრალოდ ავიღებ და წყალს გავავლებ და ეხავე გავასუფთავებ, რომ გაჩვენოთ როგორ არის. ეხა ესე გავასუფთავებ ჩვეულებრივად ხელსახოცით და ნახეთ. შეხედეთ, საერთოდ არ ეტყობა, რომ აქ იყო ოქსიდაცია ცხიმის და ლაქები. რედბული აკეთებს საოცრებას. არ ვიცი რა ნივთიერებაა შეგნით, სავარაუდოდ ჯერ არ ჩამიხედავს, მაგრამ ნახეთ რა როგორი ისა რა ქვია, ბზინვარე ფსკერი გამოუვიდა ქვაბს. გითხარით ვიდეოში, რომ თუ რედბულს დატოვებთ 1 ღამე, ანუ 24 საათი, სითხე მასში აორთქლდება და დაემსგავსება თაფლის მასას. ესე მომივიდა მე უბრალოდ დამრჩა ღამე და მეგონა თაფლი ვინ ჩაასხა თქო. მაგრამ სუნი ჰქონდა რედბულის და მე კიდევ ერთხელ გავიმეორე და მართლა რედბულის სითხე რა ორთქლდება, მასა თაფლის მსგავს მასას ემსგავსება და სურათს დაურთავ ვიდეოს კომენტარის ველში.